გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ზაზა ჭიტანაოსთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან იწყება. როგორ ფიქრობთ, რა იქნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მთავარი ფაქტორი? პროგრამა სია თუ ლიდერი. ეს არის ჩვენი გადაცემის მთავარი დღევა, სადაც ველოდებით თქვენ ზარებს ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 292 11 89. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. 292 11 88 292 11 99. ვუსმენთ ერთმანეთს. ჟურნალისტი ზაზა ჭიტანავა გახლავართ და დღეს ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ტრადიციულად გადაცემა ორი ნაწილად დაიყოფა. პირველ ნაწილში ვისაუბრებთ მთავარ თემაზე, წინასაარჩევნო კამპანიაზე, ხოლო მეორე ნაწილში გაქვთ იმის საშუალება, რომ დარეკოთ რადიო იმედის პირდაპირ ეთერში და ხმამაღლა ისაუბროთ იმ სოციალურ პრობლემებზე, რომლებიც თქვენ გაწუხებთ. დღევანდელი გადაცემის მთავარი თემა არის წინასაარჩევნო კამპანია, როგორც მოგეხსენებათ, უკვე გაიგო და გადაწყვეტა, რომ 8 ივნისიდან იწყება. ინტერაქტივი შეკითხვა კი ასეთია, როგორ ფიქრობთ, რა იქნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მთავარი ფაქტორი? პროგრამა სია თუ ლიდერი. ველოდებით თქვენ ზარებს რადიოსონლიბო ნომრებზე 292 11 88 292 11 89. ასევე შეგიძლიათ გამოგიგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 9178. გზავნილის ღირებულება თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს შეესაბამება. ის რომ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება, ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს პრეზიდენტმა გიორგი მარგულაშვილმა განუცხადა, ქვეყნის პირველმა პირმა პრემიერთან, პარლამენტის სპიკერსა და ცესკოს თავმჯდომარესთან გამართული კონსულტაციები შეაჯამა და აღნიშნა, რომ გარკვეულ კონსენსუსამდე უკვე მივიდნენ. შეხვედრაზე განხილულ იქნა რამდენიმე საკითხი, პირველ რიგში ვისაუბრეთ საარჩევნო პროცედურების შესახებ, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჩვენ შეთანხმებული ვიყავით არჩევნების თარიღის თაობაზე და არჩევნების თარიღი არის უცვლელი 8 ოქტომბერი. აღნიშნა გიორგი მარგულაშვილმა და დასძინა, რომ რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის გამოცხადების თარიღს, აქაც მივედით კონსენსუსამდე, გარკვეულწილად შევაჯერეთ ჩვენი პოზიციები და შევტავთით, რომ ჩემს მიერ გზავნილი გადაწყვეტილების კონტრასიგნაცია მოხდება 8 ივნისს, გაგზავნილი გადაწყვეტილების კონტრასიგნაცია, როგორც უკვე გითხარით, 8 ივნისს იქნება პრეზიდენტის მიერ ინიცირებული, ხოლო რაც შეეხება საარჩევნო კამპანიას, იგი გაგრძელდება 4 თვის განმავლობაში. ასეთი განმარტება გააკეთა დღევანდელი შეხვედრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა. ჩვენ გვაინტერესებს თქვენი პოზიცია რადიოსონლიბო, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა იქნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მთავარი ფაქტორი? პროგრამა სია თუ ლიდერი და სანამ თქვენ დაგვირეკავთ რადიოსონლიბო სატელეფონო დიალოგს შემოგთავაზებთ ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში ბატონი ვახტანგ ზაბირაძე ახაზე. საღამოშიდობისა ბატონი ვახტანგ. გამარჯობათ. უღრმესი მადლობა, რომ მოახერხეთ და გვერდობით პირდაპირ ეთერში. ბატონო ვახტანგ, თქვენი შეფასება პირველ რიგში როგორი იქნება დღევანდელი აი ამ წარმომადგენლობითი აუდიენციის საბოლოო გადაწყვეტილებისა, რომელიც არჩევნების თემას უკავშირდება? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ვფიქრობ, რომ ჩვენ სინამდვილეში ეს უპრეცედენტო შემთხვევა უგულისხმობ იმას, რომ 4 თვით ადრე იწყება საარჩევნო კამპანია, ადრე როგორც წესი, თითქმის ყველა არჩევნებზე რა შეიძლება რაღაც მეშლება, მაგრამ ძირითადად მაინც შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნების თარიღი სახელდებოდა ზუსტად იმ დროში, რაც განსაზღვრული იყო კანონმდებლობით, ანუ არა ნაკლებ 60 დღით ადრე ცხადდებოდა საარჩევნო კამპანია. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიები და ძირითადად ოპოზიცია, საგან ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, წინასწარ იცოდა რა იქნებოდა და როგორ, ძირითადად ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს უწევდათ, ასე ვთქვათ, ძალიან რეჟიმში მუშაობის დაწყება არა მარტო საარჩევნო კამპანიის, არამედ კომისიის წევრების დამკვირვებლების შერჩევა, პროგრამის ჩამოყალიბება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკურმა სპექტრმა 4 თვით ადრე იცის, რომ იცის უკვე დღეს, რომ არჩევნები რომ ოქტომბერში ხდება, მაგრამ საარჩევნო კამპანია 4 თვით ადრე, ანუ არის საკმაოდ დიდი დრო იმისათვის, რომ ყოველგვარი აჩქარების და პასუხისმგებლობის გარეშე შვიდად იმზად მომზადონ საარჩევნებისთვის. ასევე რა თქმა უნდა, საარჩევნო კამპანია ჩემი აზრით ალბათ უკვე 4 თვით ადრე დაიწყება სატელევიზიო ეთერების გამოყოფა პოლიტიკური სუბიექტებისათვის რეგისტრაცია
ალბათ უფრო ადრე დაიწყება ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ალბათ გააკეთებს ცალკე განცხადებას და რაც თავარია 7 გარემო იქნება წინა საარჩევნო პერიოდში. Ადრე გახსოვთ ალბათ რომ როდესაც ოქტომბერი გამოცხადდა ოპოზიციის გარკვეული ნაწილის ჰქონდა პრეტენზია რომ აგვისტო და სექტემბერი არის მწარი თვე არჩევნებისთვის. ნუ აგვისტო რა თქმა უნდა მართლაც მწარი თვეა, იმიტომ რომ მოსახლეობა გადასცემს ქალაქებიდან, მაგრამ ახლა 2 თვე დაემატა და რაც სრულიად საკმარისია იმისთვის რომ სრულფასოვნად ჩაატაროს საარჩევნო კამპანია. მესაგებია. ფაქტია რომ ეს პოლიტიკური რეალობა სხვანაირი სურათი ბევრად უფრო მეტ საშუალებას აძლევს ყველა პოლიტიკურ ძალას რომ შესაბამისად მოემზადოს და არ იყოს ასე ვთქვათ დაჩქარებულ რეჟიმში შემდეგ უკვე მათი მოქმედებები რაც ხშირად იყო მათი მხრიდან ოპოზიციური ძალების მხრიდან კრიტიკის საგანი. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ რამდენად მშვიდად შეიძლება მივიდეთ არჩევნებამდე რამდენად შეიძლება იყოს ეს პოლიტიკური ურთიერთობა ისეთ მდგომარეობაში რომ იგი არ გასცდეს საზღვრებს და რამდენად შეიძლება იყოს ასე ვთქვათ ჩარჩოებში გამომდინარე იქიდან რომ უამრავი პოლიტიკური ძალა ჩვენ ხედავთ რომ პოლიტიკური სუბიექტები მთავარი პოლიტიკური სუბიექტებისგან ადამიანები მიდიან იქნება არაერთი შედარებით პატარა და ამ პატარებზე კიდევ უფრო დიდი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური მოთამაშეები პარტიების სახით ძალიან მრავალია. ეს სიმრავლე ხო არ შეიტანს რაიმე დისონანსს? არა, რა თქმა უნდა, სიმრავლე დისონანსს არ შეიტანს, თუმცა ზოგადად ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრებისთვის მიმაჩნია რომ ეს საკმაოდ ცუდი პროცესია, როდესაც პარტიების დანაწევრება იყოფოდა საარჩევნო სუბიექტები. დიახ, ბატონო ვახტანგ, ბოდიში დავძენ უბრალოდ რომ ჩვენ ამიტომ დავსვიებს ეს კითხვა რომ ჩვენ ზოგადად მიჩვეულები ვართ 2 მაქსიმუმ 4 ძირითად მოთამაშეს, როგორც წესიო ეს 1 ან 2 იყო ხოლმე და უცება ესეთი სიმრავლე რაღაცა ხო არ შეიძლება გამოიწვეს რაღაცა გაუგებრობის მსგავსი საზოგადოებაში. მართალდანები ჩვენ ძირითადად 2-3 სუბიექტია პოლიტიკური სუბიექტი რომელიც არჩევნებში წარმატებისთვის ანუ ხელისუფლებისთვის იბრძვის, მაგრამ რომ გითხრათ რომ საარჩევნო კამპანიაში 2 საარჩევნო სუბიექტების რაოდენობა 2-3-დან 4 შემოიფარგლება ეს არ არის. ადრეს მრავალი პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა არჩევნებში, უბრალოდ ფავორიტი, ანუ ის ძლიერი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ძალაუფლებისთვის იბრძვიან და არა ბარიერის გადალახვისთვის. არის ცოტა. არც დღეს არის სიმართლე რომ გითხრათ, მაინც და მაინც მიუხედავად ამ დაქსახსულობისა არჩევნებში მონაწილეობა შეიძლება ბევრმა სუბიექტთან მიიღოს, მაგრამ დღევანდელი გადასახადიდან თუ ვიტყვით რომ ჩემი აზრით გარანტირებული რომ 5% ბარიერის გადალახავს მხოლოდ 2 სუბიექტს, ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას აქვს. დანარჩენები 6 პარტია დაახლოებით ეს ის ორგანიზაციები არიან, რომლებსაც შანსი აქვს ბარიერი გადალახონ, მაგრამ ის შანსი რომ უმრავლესობით მოვიდნენ ამ პრეტენზია ჰქონდათ უმრავლესობაზე ლაპარაკობ არა პარტიულ ამბიციას, არამედ ზოგადად პერსპექტივას ამომრჩევლის მხრიდან ასეთები მეტი არ არის. ეს 6 ობიექტია, სუბიექტია სულ, რომელთაც ბარიერის გადალახვის შანსი აქვს კარგი მუშაობის შემთხვევაში და დანარჩენი ორგანიზაციები დღესდღეობით რაც ჩანს ყოველ შემთხვევაში დანარჩენი ორგანიზაციები 2-3%-ის მიღება შეუძლიათ და არა მეტის. ანუ ამ ხრივ რაღაც ესეთი გამორჩეული ვითარება ნამდვილად არ არის. არის ისეთივე დაახლოებით როგორც ადრე იყო, სხვა არ გულისხმობ 2012-ს, თუმცა ეკაც რამდენიმე პოლიტიკური ორგანიზაცია ეულოდა მონაწილეობას. დღესაც კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ეს 2 პოლიტიკური სუბიექტია, რომლებიც იძლება ვთქვათ რომ ძალაუფლებისთვის იბრძვიან. დანარჩენები როგორც გითხარით იბრძვიან ბარიერის დაძლევისთვის და იმისთვის რომ საპარლამენტო პარტია გახდნენ.
გასაგებია. დაახლოებით ამავე თემაზე კითხავთ თუ შეიძლება ის რომ ზოგადად იგივე ნაციონალური მოძრაობის მიმართულებით არაერთი ყოფილა ასე ვთქვათ საუბარი არაერთხელ ყოფილა სპეციალისტებისა და ექსპერტების მხრიდან საუბარი იმაზე რომ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია ისე როგორც გვახსოვს წლების წინ ასეთი სახით ვერ შენარჩუნდება და პრინციპში როგორც ჩანს უკვე არაერთი სუბიექტი გამოეყო და ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია უკვე ვისიც კიდევაც რო არსებობს და ეს პროცესი თითქოს მიდის. დაახლოებით ანალოგიური სიტუაცია თითქოს ვითარდება მართველ პარტიაშიც. გასაგებია რომ კოალიციიდან უკვე რესპუბლიკელებთან ეს ურთიერთობა ქართული ოცნებისა სხვა ჭრილში გადავიდა და ასე ვთქვათ ფონი და ვითარება სრულიად არის ხელშეწყობილი იმისთვის რომ დიდი პოლიტიკური მოთამაშეები დაიქსაქსონ და ამ შემთხვევაში როგორ ფიქრობთ იმ პოლიტიკურ ძალებს რომლებიც შედარებით ახალნი არიან ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე და რომლებსაც ძალიან დიდი ბექგრაუნდი აქვთ, მაგრამ არასდროს არ ქონიათ განსაკუთრებული შედეგები, შეიძლება გადაულახიათ ბარიერი, მაგრამ არა ისეთი რაოდენობით, რომ განსაკუთრებული რაოდენობით ყოფილიყვნენ საპარლამენტო ორგანოში, აი ამსეთ პატარა პოლიტიკურ სუბიექტებს თუ ეძლებოდათ იმის საშუალება, რომ მათ თვით რეალიზაციის მეტი შესაძლებლობა გაუჩნდეთ აი ამ ფონზე. იცით როგორ არის საქმე? კიდე ერთხელ შემიძლია გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლობით გარკვეულწილად აი ამ ძირითადი პოლიტიკური ორგანიზაციების დაშლის პროცესი მეტნაკლებად მიმდინარეობს, მიუხედავად ამისა ისინი მაინც ფავორიტებად რჩებიან. ალიანსის დაშლის შემდეგ მე მისმის რომ ქართულმა ოცნებამ დაკარგა ხმების საკმაოდ რაოდენობა, მაგრამ მისგან წასული პარტიებს უდგათ ბარიერის გადალახვის პრობლემა. იგივე იქნება რესპუბლიკელები, იქნება ფორუმი, იქნება თავისუფალი დემოკრატები. აი ამ სამივეს ეს პრობლემა უდგათ. ისევე როგორც კიდევ უფრო ასე ვთქვათ, მათ არის საქმე კარად ქართულ ოცნებასთან დაკავშირებისა. ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ კი მე მესმის რომ გირჩმა რომ გამოიყო რაღაც ხმები წაიღო, რაღაც ხმები დაიკარგა, მაგრამ ეს ორგანიზაცია და ახლა ვაშაძის გასვლა და ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა გარკვეულ ხმს წაიღეს, მაგრამ პროცენტულად ეს ხმები იმდენად ცოტა იქნება და ჩემი აზრით მათ იმდენად ცუდი პერსპექტივა აქვს, რომ მე გამიჭირდება ვთქვა რომ ისინი 5%-იანი ბარიერის რომ მათ ასულ ორგანიზაციებს იგივე გირჩ და ვაშაძეს ეკნებათ შანსი თუნდაც 5%-იანი ბარიერის დაძლევის. აი ეს არის ამ შემთხვევაში გადამწყვეტი. და გარემო საარჩევნო გარემო ჩემი აზრით წელს იქნება ამ არჩევნებში იქნება გაცილებით უკეთესი ვიდრე იყო წინა არჩევნებში ნებისმიერში მოყოლებული 95 წლიდან, მაგრამ წინა საარჩევნო გარემოს უკეთესობა ამ პარტიებს რამდენად მიცემს შანსს, რომ მათ მნიშვნელოვანი წარმატება მიაღწიოს, ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა. ეს დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე. ალბათ, როდესაც სპექტრი დადება და ივნისისთვის, აი 8 ივნისი კარგი იმიტომ არის, რომ აი კინკლაობაზე დასრულდება და მთელი პოლიტიკური სპექტრი უკვე სწორებას აიღებს ფინიშისაკენ, ანუ არჩევნებისაკენ. დალაგდება პოლიტიკური სპექტრი, უფრო ჩამოყალიბდება და მაშინ ალბათ შედარებით უფრო ადვილი იქნება, უფრო შედარებით ზუსტი გაკეთება ვიდრე დღეს. თუმცა არ ამგონია არ ვთვლი რომ ჩემს მიერ გაკეთებული პროგნოზი რომ ეს 5-6 პარტია რჩება ძალას, რომელთაც ბარიერის გაძლევის უფლება, საშუალება აქვს და შანსი აქვს, რაიმე ძალიან მნიშვნელოვნად შეიცვალოს. ან ისინი გახდნენ ისეთი ორგანიზაციები, თუ რა თქმა უნდა არ გაკეთდება სხვილი ბლოკები, გულისხმობ აი ამ პატარა შედარებით პატარა პარტიებში, გაკეთდება სხვილი პოლიტიკური ბლოკები. თუ ბლოკები გაკეთდება, ახლა შეიძლება ვარაუდოთ, რომ საკმაოდ ცვლილებებთან გვექნება საქმე. გასაგებია. უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ბატონო ვახტანგ.
დიდი მადლობა ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში ვახტანგ ძაბირაძე გვერდობოდა პირდაპირ ეთერში გავგრძელდა ასე ვთქვათ მასთან სიტყვა მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რადიო იმედის პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომერი სადაც ველოდებით თქვენ ზარებს 292 11 92 292 11 99 რამდენიმე წუთიანი სარეკლამო პაუზის შემდეგ ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვიქნებით უსმენთ ერთმანეთს პირდაპირ ეთერშია გადაცემა უსმენთ ერთმანეთს ჟურნალისტი ზაზა ჭიტანოვა გახლავართ დღევანდელი გადაცემის მთავარი თემაა წინასაარჩევნო კამპანია და აქვე შეგახსენებთ რომ გადაცემის ამ ნაწილში თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ და ხმამაღლა რადიო იმედის პირდაპირ ეთერში ისაუბროთ იმ სოციალურ პრობლემებზე რომლებიც თქვენ გაწუხებთ ჩვენ კი ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვეცდებით ამ პრობლემების მოგვარებაში გაგიწიოთ დახმარება ის რომ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება ეს დღეს გახდა ცნობილი ამის შესახებ თავად საქართველოს პრეზიდენტმა მას შემდეგ განაცხადა რაც შეხვედრა გამართა პირველმა პირმა ქვეყნის პრემიერთან პარლამენტის სპიკერსა და ცესკოს თავმჯდომარესთან როგორც ცნობილია ამ თემაზე იყო საკმაოდ დიდი ხნით ასე ვთქვათ დებატებით შეგახსენებთ რომ პრეზიდენტმა არჩევნების საკითხზე პირველად განკარგულება 5 აპრილს გამოსცა 6 აპრილს კი კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნა მაშინ მთავრობის მეთაურმა სამართლებრივი აქტის ხელმოწერაზე უარი თქვა და განკარგულება შენიშვნებით ქვეყნის პირველ პირს უკან დაუბრუნა გიორგი გრიგაშვილმა პრეზიდენტს თხოვნითაც მიმართა რომ ახალი სამართლებრივი აქტი ივლისში გამოეცა რათა ქვეყნის ბიუჯეტს 6-7 თვიანი საარჩევნო კამპანიის წარმოების ფუფუნება არ ჰქონდა პრემიერის აღნიშნულ პოზიციაზე საპასუხოდ თავის მხრივ პრეზიდენტმა ახალი განკარგულების გამოცემა მაისის დასაწყისში დაანონსა. აღნიშნული შემდეგ უკვე პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო სექტორის პრეზიდენტს არჩევნებთან დაკავშირებით ახალი განკარგულების გამოცემამდე მთავრობასთან კონსულტაციების ხელახლა გალას ურჩევდნენ და კონსულტაციები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ გიორგი გრიგაშვილს, პარლამენტის სპიკერ დავით უსუბაშვილსა და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას შორის სწორედ დღეს გაიმართა. შესაბამისად უცვლელია არჩევნების თარიღი 8 ოქტომბერს დაინიშნა და 8 ოქტომბერს გაიმართება შესაბამისად საარჩევნო კამპანია გაგრძელდება 4 თვის განმავლობაში ამის შესახებაც ინფორმაცია ამ შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი 292 11 88 292 11 99 ეს არის რადიო იმედის პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრები და სანამ დაგვირეკავთ კიდევ ერთ სატელეფონო დილოგს შემოგთავაზებთ ამჯერად ხაზზეა სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დედარიანი საღამოშვიდობისა ბატონ ზვიად გამარჯობათ უღრმესი მადლობა რომ მოახერხეთ და გვერდობით პირდაპირ ეთერში. პრინციპში საარჩევნო თემაზე საუბრისას დღევანდელი შეხვედრა, რომელზეც ახლა წავიკითხე, მცირედ ნიუსი, ალბათ მაინც თავი თემაა და ალბათ გექნებათ სურვილი, რომ ჯერ ეს შეთანხმება დღევანდელი აუდიენცია, ასე ვთქვათ, შევაფასოთ ორივე სიტყვით და შემდეგ ვისაუბროთ უკვე წინასაარჩევნო პერიოდზე. რა აუდიენციას გულისხმობთ მოგეთ სადაც საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის სპიკერი და ცესკოს თავმჯდომარე დღეს შეხვდნენ ერთმანეთს და სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა სასახად რომ საქართველოს წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება, ხოლო როგორც ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე საარჩევნო კამპანია გაგრძელდება 4 თვის განმავლობაში და არა 6 თვე, აი ესეთი კონსენსუსია, ასე ვთქვათ. ხო, და ეს ყოველთვის ახლა მთავარი იყო ის გაურკვევლობა, რაც ამ თემასთან დაკავშირებით არსებობდა, ისაც ბოლო ერთ თვის განმავლობაში მოხდა რაღაც ბევრი კითხვების ბაზები და ბევრი ჭორის საფუძველით გახდა. ერთი მხრივ ითქვა თითქოს ოდიდან იწყებოდა ეს პროცესი, მეორე მხრივ მოხდა რაღაც ამ პროცესის შეჩერება, შემდეგ ისევ ახლიდან დაანონსება, ასე რომ რა თქმა უნდა პოლიტიკური პარტიების რომლებიც და სუბიექტების რომლებიც გეგმავენ საარჩევნო პროცესში ჩართვას, მათთვის ამ საკითხში ნათელი შეტანა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იყო, რადგან ფაქტობრივად უკვე წინასაარჩევნო პერიოდში არიან პოლიტიკური პარტიები, მათთვის მნიშვნელოვანია რომ და ასე ვთქვათ შევიდნენ ამ პროცესში მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის რომ ეს თარიღები გარკვეული იყო ვინაიდან სახელმწიფოს მხრიდან მონიტორინგი მათ შორის ფინანსების ხარჯვის და სხვა საკითხებით უკავშირდება გარკვეულწილად ათვლას აი ამ საარჩევნო პერიოდის და კამპანიის ვინაიდან თუ მანამდე პოლიტიკური პარტიების ვალდებულება არის რაღაც ყოველწლიური ანგარიშგება აუდიტის სამსახურთან ესე ვთქვათ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში უკვე რაღაცა ყოველ 3 კვირაში ერთხელ აქვთ მაგ ვალდებულება რომ ფინანსური ანგარიში წარადგინოს ასე რომ ზოგადად ეს არის საზოგადოების ინტერესიც რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე გასაგები და პოლიტიკურ მოთამაშეებსაც ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა რომ ნორმალურად მოემზადონ არჩევნებისთვის გასაგებია რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს
მას შემდეგ რაც 2012 არჩევნების შემდეგ ასე ვთქვათ ჩანაწერების თემა იყო აქტიური ხშირად საუბრობდნენ ამ თემით манипуლირებაზე პოლიტიკურ თემებზე მუშაობისას და ძალიან არაერთხელ ითქვა ისიც რომ იგივე ამოახლოებულ არჩევნებთან ერთად უფრო მეტი რაოდენობით უნდა ველოდოთ მაკომპრომეტირებელ ფარულ ვიდეო ჩანაწერებს ამ ვიდეო ჩანაწერების ასე ვთქვათ დაახლოებით 2 თვის წინ თუ არ ვცდები გარკვეული ტალღის ასე ვთქვათ ძალიან ნებათაღილვით ჩავლილი ტალღის შემდეგ ეს თემა თითქოს მიყრუდა მიჩუმად და თქვენ როგორ ფიქრობთ შეიძლება კვლავ გაცოცხლდეს ეს თემა წინა საარჩევნო პერიოდში და აი ამ მიმართულებითაც ასე ვთქვათ ეს იარაღიც გამოიყენონ ბრჭყალებში იარაღი პოლიტიკურმა სუბიექტებმა ერთმანეთის მიმართ თუნდაც ხო, ნუ ხამაზე ძნელია კითხაობა რა გამოგვივიდეს ფაქტია რომ სამწუხაროდ არ ვარ დაზღვეული იმიტომ რომ ძალიან ბევრი მექანიზმი როგორც საკანონმდებლო ასევე პრაქტიკული ასევე კულტურული ამ პროცესს ხელს უწყობს და ისევე როგორც წინა ხელისუფლებამ თავის დროზე არაფერი გააკეთა იმისათვის რომ ეს პრობლემა ქვეყანაში არ ყოფილიყო და პირიქით ბევრი რამე გააკეთა რომ ეს პრობლემა დამდგარიყო ქვეყანაში რომელმა ხელისუფლებამაც ვერ მოახერხა ის რომ გადაერგა ქმედითი ნაბიჯები, გაუმჯობესებინა საკანონმდებლო გარემო, შეეცვალა პრაქტიკა, ყოფილიყო უფრო თანმიმდევრული ამ დანაშაულის გამოძიებაში უფრო ეფექტიანი ყოფილიყო არაერთგვარო არ ყოფილიყო რაღაცა სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესაძლებლობა მაღალი თანამდებობის პირების შეფასებებში, მათ შორის მართველი გუნდიდან. სამწუხაროდ ეს ყველაფერი უწყობდა ხელს იმას და რაღაცნაირად ამართლებდა კიდეც იმას, რაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვნახეთ და რასაც შევეცადეთ, სწორედ ამიტომ იყო, რომ კამპანია შენგეხებამ ძალიან ბევრი მარასამთავრობო ორგანიზაციამ ისამაშია გაერთიანებული, ძალიან კონკრეტული წინადადებები შეიმუშავა და სულ ახლახან წარუდგინა ეს მოსაზრებები პოლიტიკურ მოთამაშეებს იყო შეხვედრა რამდენიმე დღის უკან პარლამენტის თავმჯდომარესთან და ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს არ არის სისტემა რომელიც მხოლოდ ერთი კონკრეტული შემთხვევის გამოძიებით ან რამდენიმე ადამიანის დარჩით შეიძლება დამთავრდეს ეს არის პროცესი რომელიც უნდა დამთავრდეს და მხოლოდ იმ შემთხვევაშია ამის დამთავრება შესაძლებელი თუ ინსტიტუციურად მოხდება ძალიან ბევრი რეფორმის განხორციელება ასე რომ მოსალოდნელი რა თქმა უნდა ყველაფერი ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ეჭვი იყო მათ შორის იმასთან დაკავშირებით რატომ ხდებოდა ამ კონკრეტულ მომენტში თქვა ამ კადრების გავრცელება მათ შორის დაუკავშირეს ეს პროცესი კოალიციის დაშლასაც შესაძლოა ეს ყველაფერი გამოყენებული იყო როგორც თქვა მაკომპრომეტირებელი ზემოქმედების შესაძლებლობა იმისთვის რომ ასე თუ ის პარტია კოალიციაში აღარ ყოფილიყო და რეალურად დაშლილიყო ასე რომ ბევრი ადამიანის ინტერესში შეიძლება ყოფილიყო ეს ყველაფერი მაგრამ თავარი არის ის რომ შეიძლება ამ ყველაფერმა კონკრეტულ ჯგუფებს ვინც ამას აკეთებდა რეალური შედეგიც მიუტანა თუ ეს შედეგი დადგა მათთვის ეს ნიშნავს იმას როგორც კი დაჭირდებათ ამ მექანიზმს კვლავ გამოიყენებენ რაც არის ძალიან ცუდი პრაქტიკა რაც ნიშნავს იმას რომ თუ ეს ყველაფერი გაგრძელდა რაღაც ფორმით შეიძლება რაღაცა კითხვის ნიშნები გააჩინოს მათ შორის არჩევნების შედეგთან და ზოგადად წინასაარჩევნო გარემოს სამართლიანობასთან დაკავშირებით. ბატონო ამ მხრივ ერთ კითხვასაც დაგისვამ თუ შეიძლება როგორ ფიქრობთ ჩვენ რაღაც მივეჩვიეთ ბოლო წლების განმავლობაში ამ ფარულ ჩანაწერებს და შეიძლება რომ აღქმადობა საზოგადოების მხრიდან არ იყოს ისეთი ეფექტიანი როგორიც ეს თქვათ ადრე გარკვეულ წლების წინ ან 1 ან 2 წლის წინ იყო იგივე შეიძლება უკვე მან თავისი ეფექტიანობის პროცენტული მაჩვენებელი ეს ვფიქრობ რომ თუ შევხედავთ როგორც ხაშე ძალიან მნიშვნელოვანი იყო მედიის რეაქცია ძალიან ბევრ მედია საშუალებას მადლობა ეკუთვნის იმისთვის რომ ძალიან ზუსტად გაიაზრეს რისკით ამ ყველაფრის და მათ შორის სტანდარტიც იყო ძალიან მაღლა აწეული ასე რომ ხელისუფლების დამსახურება იმაში რომ მედია ასე მოიქცა რა თქმა უნდა არ არის ეს განაპირობა პასუხისმგებლიანი მედიის არსებობამ რომელმაც უბრალოდ არ გააკეთა ეს და ვინც გააკეთა მიხვდა თავის შეცდომას და ამ თემასთან დაკავშირებით ასე ეს უკვე სტანდარტიც არის რომელიც მედიამ დაამკვიდრა და ძალიან ძნელია სავარაუდოდ მომავალში იმედი მაქვს რომ ასე იქნება მედია გამოიყენო როგორც იარაღი ზუსტად იმ პოლიტიკის განსახორციელებლად ანუ როგორც გამავრცელება თუ ეს ყველაფერი არ გავრცელდა რა თქმა უნდა
ხო, ის თავის ეფექტს კარგავს და მნიშვნელოვანი იყო, რომ საზოგადოების რეაქცია ძირითადში, ეხლა იქაც სხვადასხვაობა, ვიღაცაზე შეიძლება იმოქმედა კიდეც, მაგრამ ძირითადში იყო ძალიან სწორი, ადამიანები საუბრობდნენ იმაზე, რომ არავის საქმე არ არის ის თუ ვის რა პირადი ცხოვრება აქვს და სად აქვს და ვისთან აქვს ეს პირადი ცხოვრება, ამას ესეთი პირდაპირი შეხება და გავლენა პოლიტიკურ პროცესზე არ უნდა კონდეს და ეს თავად მოქალაქეების გადასაწყვეტი ვიღაც თუ თვლის რომ ასე მოახდენს ამა თუ იმ პოლიტიკოსის დისკრედიტაციას და ნიშნავს იმას, რომ თქვა მოქალაქეები იმედამიზეს აღარ მიცემენ ხმას, იმიტომ რომ ვიღაცამ ეს ყველაფერი ესე პინცურად გაავრცელა, ხო? ეს თუ შედეგს ვერ გამოიტანს, ბუნებრივია ის ადამიანები უბრალოდ ამ ყველაფერს აღარ გამოიყენებენ, იმიტომ რომ ისინი იმ შედეგებამდე ვერ მივიდნენ, რაც მათ სურდნენ. დიახ. და ბოლო კითხვას დაგისვან ბატონ ზვიად, ამ არჩევნებზე, როდესაც არაერთი პოლიტიკური სუბიექტი მიიღებს ეცდება მონაწილეობის მიღებას, როგორ ფიქრობთ, რამდენად ასე ვთქვათ, მრავალფეროვანი შეიძლება მივიღოთ შედეგად პარლამენტი თუ ბევრს მაინც ამ უამრავი პოლიტიკური პარტიიდან ბევრს მაინც გაუჭირდება ბარიერის გადაახვა, მოკლე პროგნოზი თუ შეგიძლიათ. ხო, ერთი რაც შემიძლია ვთქვა, ვიტყვი უფრო იმაზე, რაზე უნდა გააკეთონ აქცენტი, რომ რეალურად გადალახონ. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია ის, რომ ბევრი კვლევა საჩვენებს ამას, რა არის ის გამოწვევები, რაც საზოგადოებას გააჩნია. ასე რომ მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებმა შეეცადონ არა, ვთქვათ, თითო პოლიტიკურ ფიგურაზე, ან პოლიტიკური ფიგურის ირგვლივ ორიენტირებული კამპანიის წარმოებას, არამედ შეეცადონ, რომ რეალურად შეეჯიბრონ ერთმანეთს წინასაარჩევნო პლატფორმებით, რომელშიც მნიშვნელოვანია, რომ აისახოს ყველა ის გამოწვევა, რაც საზოგადოებას გააჩნია. ამის შესახებ ინფორმაცია არის სულიად ხელმისაწვდომი ყველა იმ კვლევით, რომელიც ვრცელდება. თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ პოლიტიკური პარტიები არ გადაიზარდნონ რაღაცა პოპულისტური დაპირებებით, ანუ ყველა ვიცით რომ ერთადი გამოწვევა სოციალური და ეკონომიკური ხასიათის არის, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ პარტიებმა არ გააკეთონ აქცენტი რაღაც პოპულისტურ დაპირებებზე და რაღაცა რეალისტური გეგმების შესთავაზონ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თავად მოსახლეობამ როგორც უკვე ბევრ რამე შეავლენს თავის სიმწიფეს, უნდა გამოავლინოს სწორედ ამ პროცესში. მან უნდა მოთხოვოს პოლიტიკურ პარტიებს ძალიან კონკრეტული გეგმა ყველა იმ დაპირების, რასაც ისინი პირდებიან და არ უნდა ვიყოთ იმ მდგომარეობაში, რომ თავი მოვიტყუოთ, რომ ვიღაც გამოჩნდება და უცებ რაღაცა ყველა პრობლემას გადაწყვეტს და ასე გავაკეთოთ წინასაარჩევნო, ასე ვთქვათ, არჩევნების დღეს. გასაგებია. უღრმეს მადლობას მოგახსენეთ ბატონ ზვიად. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა ზვიად დევდარიანი, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი გვესაუბრებოდა პირდაპირ ეთერში. ახლა კი ამავე თემაზე საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტ ბატონ არჩილ გამსარდიას გავესაუბროთ. ბატონო არჩილ, საღამოშიდობისა. საღამოშიდობისა, მოგესალმებით, მესალმები რადიოემერის მსმენელს. დიდი მადლობა რომ გვერთვებით. ბატონ არჩილ, თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენი აზრით ხალხი რომელს ელოდება ამ საარჩევნო პერიოდისთვის, საარჩევნო პროგრამას უფრო სიას თუ ლიდერს? მე ვიტყოდი რომ ალბათ კომპლექსურად სამივეს საერთო ჯამში, მაგრამ თუ პრიორიტეტების მიხედვით დავალაგებდით, მე მაინც ფიქრობდი რომ საარჩევნო სია იქნებოდა ალბათ უფრო პირველ ადგილზე, მეორე ადგილზე ალბათ უფრო ლიდერი და მხოლოდ მესამე ადგილს პროგრამები. და ახსნი რატომაც პროგრამები იდეურად გამოხატავს მხოლოდ ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტის ხედვას რა როგორ უნდა გაკეთდეს. იმიტომ პროგრამებში არ არის ძირითად შემთხვევაში წარმოდგენილი მექანიზმები და ინსტრუმენტები, რითი აპირებენ ამ ყველაფერს მიღწევას. იქ უფრო მიზნებზე და სასურველ შედეგებზე არის ხოლმე ორიენტირები. ლიდერებთან დაკავშირებით საზოგადოებამ ნახა რომ მხოლოდ ლიდერს დიდი მნიშვნელობა აქვს დღესაც საზოგადოებისათვის, თუმცა საერთო ჯამში ჩვენი გამოცდილებით ნახეთ რომ ლიდერებზე ზედმეტი აპელირება ჩვენ გვაძლევს იმას რომ შეუძლებელია ერთ ადამიანზე ჩამოვკიდოთ ყველაფერი თანამედროვე სამყაროში და თანამედროვე ქვეყანაში, ამიტომაც ამ ხრივ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანებს, რომლებიც მთლიანობაში დააპირებენ აი ამ ასე ვთქვათ, ჩვენი სასურველი შედეგების მიღწევას. ამიტომ აი ეს თითოეული მათგანი მონაწილეობს თავთავისი დოზით რა მოსახლეობისათვის ამომრჩევლისათვის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. გასაგებია.
თქვენ ასე ვთქვათ სია ასეთი პრიორიტეტი ჩამოაყალიბეთ, რომ ხალხი არჩევნებისთვის პრიორიტეტს მიანიჭებს საარჩევნო სიას, ლიდერსა და პროგრამებს. ადრე წლების წინ ცალსახად პირველ ადგილზე იქნებოდა ალბათ ლიდერი ყოველგვარი განხილვის გარეშე და გამოდის რომ ამ მხრივ საზოგადოება გაიზარდა. როგორ ფიქრობთ, გავიზარდეთ თუ არა იმ დონეზე, რომ ისე მარტივად როგორც ეს ადრე იყო ხოლმე არ წამოვეგოთ ნაკლებად რეალურ პოპულისტურ დაპირებებს პოლიტიკური პარტიების მხრიდან? კი ბატონო, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად გავიზარდით, იმიტომ რომ შეპირებები ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს მაქსიმუმზე ორიენტირებულები, იმიტომ რომ პოლიტიკური პარტიები იბრძვიან არჩევნებში გასამარჯვებლად და პრობლემები იწყება შემდეგ, როდესაც პოლიტიკური პარტიები იმარჯვებენ ხოლმე არჩევნებში. ისინი ხვდებიან, რომ განცხადებები და რეალობა ყოველთვის არ შეესაბამება ერთმანეთს. ისინი ხვდებიან, რომ შეუძლებელია ყველა იმ შეპირებით ისეთი ფორმით შესრულება, როგორც სურვილია, ამიტომ შემთხვევაში მე არ გამოვრიცხავდი, რომ შესაძლოა პოლიტიკურ სუბიექტებს სურვილები ჰქონდეთ, მაგრამ ანუ გულწრფელები იყვნენ, მაგრამ შეპირებას სურვილსა და რეალურად მისაღწევ შედეგებს შორის დიდი განსხვავება არის. ისევე როგორც მაგალითად შეუძლებელი იქნებოდა რომელიღაცა წლის წინაწლებში ახალ წლის სოხუმში გადახდა ასე თქვა ზეიმობა, ისევე როგორც 3 წლის თავზე ზოგადად შეუძლებელია თითოეული ჩვენგანი გახდეს აბსოლუტურად ფინანსურად უზრუნველყოფილი და ასე შემდეგ. ამიტომ სწორედ მე მიმაჩნია, რომ ბოლო 4 წლის განსაკუთრებული მიღწევა ზოგადად საზოგადოებრივი პროცესების არის ის, რომ ჩვენ უფრო მეტად ასე ვთქვათ რაციონალურები გავხდით და უფრო მეტად დავიწყეთ გაზომვა, რისი მიღწევა შეიძლება, რომელი დაპირება შეიძლება იყოს ფანტაზია, რომელი დაპირება შეიძლება იყოს უბრალოდ პოპულიზმი პოლიტიკური სუბიექტისაგან და რომელი დაპირება შეიძლება იყოს მიღწევადი. უბრალოდ ჩვენ საზოგადოებას ჯერ კიდევ გვიჭირს ერთი რამ, ჩვენი სურვილები იმდენად მძაფრია, რომ ჩვენ ძალიან გვიჭირს ამ სურვილების ფონზე ხო რეალური შედეგების გათვლა. ზოგჯერ ჩვენ რაღაცა გვინდა და მორჩა. აი როგორ პატარა ბავშვებმა ვიცით ხოლმე, ბავშვებმა იციან ხოლმე რაღაცა უნდა და ისინი ვერ ხედავენ მიზეზებს და არ აღიარებენ უბრალოდ მიზეზებს, რომლის გამოც შეუძლებელია თითოეული შედეგის მიღწევა. ამიტომ ჩვენი კიდევ უფრო მაღალი განვითარება იქნებოდა ის, რომ ჩვენ მოგვინდეს ის, რაც შესაძლებელია და ვიპოვნოთ ის პარტია, რომელიც უზრუნველყოფს თავისი ადამიანური რესურსით, პროგრამით, ხედვით და ფასეულობებით ამ შედეგების მიღწევას. გასაგებია. ბატონო არჩილ, ბოლოსკენ თუ გააქვთ სურვილი, როგორი იქნება თქვენი მხრიდან, ასე ვთქვათ, პროგნოზი მოახლოებული არჩევნების შედეგების მხრივ? ამაზე ბევრი რამე არის დამოკიდებული, მაგალითად მართველ პარტიას ახლა უკვე კოალიცია პრაქტიკულად აღარ აქვს. მართველ პარტიას თეორიულად დღემდე აქვს დიდი შესაძლებლობები, რომ სერიოზული ასე ვთქვათ მასშტაბით მოვიდეს, ანუ უმრავლესობით მოვიდეს, მხოლოდ აქ არის ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისა, როგორი ფორმით, ასე ვთქვათ, როგორი იქნება მათი სია და როგორ ჩაატარებენ ისინი წინასაარჩევნო კამპანიას. თუ ეს ყველაფერი იქნება ნორმალურად, მათ უმრავლესობაში მოსვლის შანსი აქვს. ასევე დაახლოებით იმის მესამედი ფორმით, რომელიც მოცულობას დღეს გააჩნია ყოფილ მმართველ ძალას ნაციონალურ მოძრაობას, დაახლოებით ალბათ მესამედ შეიძლება ხვდებოდეთ და თეორიულად და თეორიულში შეზავებულ, ასე ვთქვათ, პრაქტიკულ შანსებს ინაწილებენ არაერთი პარტია, მათ შორის ეს არის რესპუბლიკელები, პატრიოტთა ალიანსი, თავისუფალი დემოკრატები და კიდევ სხვა პარტიები, რომლებიც შესაძლოა ხვალზე ასე ვთქვათ, თუ კი ვთქვათ, ბურჟუაზიის პარტია ფონდი გადაწყვეტ პარტიის სახით გამოვიდეს და მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, გირჩები ასევე და ასე შემდეგ. მათ თეორიული შანსები ყველას აქვს, რომ ის გამოთავისუფლებული სივრცე, რომელსაც ექნება ადგილი მანდატების კუთხით, მიიღონ თავად. გასაგებია. უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ბატონო არჩილ. დიდი მადლობა თქვენს მემნას. დიდი მადლობა არჩილ გამზარდია საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტი გვესაუბრებოდა პირდაპირ ეთერში. ახლა კი რადიო მსმენელებს მოусმინოთ ერთ-ერთი უკვე ხაზია საღამოშიდების ეგისმენთ. გამარჯობა ბატონო, თუ შეგიძლიათ ან რადიო მიმღების დაუწიეთ, რადიო მიმღების ხმას, ან რადიო მიმღებისგან დადექით შორს. გისმენთ. დიახ. რა არის იცით? აცევლები ფასდადებული მაშინ არის, როცა თავისუფალი სიტყვას ეკნება ფასი. როცა არ შეეშინდება საზოგადოებას იმისა, თავისი თავისუფალი სიტყვის თქმის. დღესდღეობით ეს ჩვენთან არ არის. რატომ უნდა ეშინოდეს ხალხს? ჩვენ მე მაგალითად აშკარად ვამბობ, რომ მუჭედი ნაციონალურ
მოძრაობას მხარს და ვუჭერდი მე მხარს და ხმა მივეცი მათ. რატომ გადაგვეკიდა ოცნება ამის გულისთვის? ხო, მაგრამ ალბათ თქვენ ახლა ამის თქმის პრობლემა გაქვთ? რატომ უნდა გადამეკიდოს თქვა თუგიდა ნაციონალები თუგიდა სხვა თავისუფალი სიტყვა მე ვისაც მინდა იმას უნდა მივცე ხმა ამის გულისთვის როგორ შეიძლება რომ მოქალაქე შეიძულოს პარტიის ლიდერმა სხვა პარტიის წევრი შეიძულოს არა აქვს ფასი თავისუფალი სიტყვა ჩვენთან არ უნდა გვეშინოდეს გეთანხმებით რომ შეინოდეს ადამიანს სიტყვის თქმის გეთანხმებით რომ ესეთი პოლიტიკური მოსაზრებების გამოთქმების რადიკალიზმის ცუდი შედეგები ჩვენ უკვე მივიღეთ და იმედი მაქვს ასეთ რამე არ განმეორდება და ალბათ ნაკლებად უნდა იყოს ნაკლები პრობლემა უნდა გქონდეს ამ ხრივ საზოგადოებას. დიდი მადლობა ზარისთვის, მორიგი მსმენელი ახაზე საღამომშვიდობისა და გთხოვთ ძალიან მოკლედ რადგან ჩვენი საეთრო დრო იწურება. საღამომშვიდობისა ბატონო ზაზა რაც შეეხება არჩევნებს და შეთანხმებას პრეზიდენტისა, ის 4 თვე არის რეალურად 3 თვე, იმიტომ რომ აგვისტოს თვე მთლიანად არის მკვდარი. ასე რომ მაინც ელყალავებენ იმით, რომ 4 თვე არის საარჩევნო. ხოლო იმ როგორც ითქვა რეიტინგულ მონაცემებს, თუ ვინ რამდენი პროცენტით შევა, ну თავისთავად ხადია ჩვენთან სამწუხაროდ ვიცით ოცნება დაიშალა და აიღებს იმის ნახევარს ის რაც მანამდე ქონდა, რაზეც არ მასახოდიანა თქვა, რომ ეხლა ზიან და ფიქრობენ იმაზე თუ როგორ გააყალბონ არჩევნები იმის გამო, რომ მოსახლეობას თითქმის ვერაფერი ვერ შეუსრულეს და უმრავლესობით მოვიდნენ, ეს მისთვის მიუღებელი იყო და დატოვა პარტია, ხოლო ნაციონალები გაიყვნენ რა სამ ნაწილად, ეგ იმას ნიშნავს, რომ შეიძლება მან ყოველთვის მოაწყონ მიტინგი და აჩვენონ, რომ ის ერთი პარტიის მომხრე ვითომ არის თითეული მათგანი, გაისამაგონ პოლიტიკური მახინაციის აჩვენების წინ მონაცემები, რაც როგორც ვიცით ჩვენ მაგათ არ გაუვათ, თორე ეხლა რესპუბლიკელებს ვაყენებენ მაგალითად პატრიოტთა ალიანსის წინ, ბურჯანაძის წინ და ლეიბორის წინ ზოგიერთი ვითომ ექსპერტები ეს სასაცილოა, რომ ნაციონალების შემდეგ რესპუბლიკელებს ძახიან და მე პატრიოტთა ალიანსს და ლეიბორის. დიდი მადლობა, უნდა გაგიყვანოთ ეთერიდან, ბოდის გიხდით, იმიტომ რომ სხვა რადიო მსმენელსაც მიცეთ აზრის გამოთქმის საშუალება. საღამომშვიდობისა ძალიან გთხოვთ ძალიან მოკლედ, რადგან უკვე იწურება ჩვენი საეთრო დრო. გამარჯობა. პირველ რიგში შიში არავის არ აქვს კარცეთი პარტიისთვის ხმის მისაწემად ჩვენი აზრის დაფიქსირების და მეორე ნაციონალური მოძრაობის მომხრეს არ უნდა უყვირდეთ შიში. დიდი მადლობა. გასაგებია, უღრმის მადლობა რადიო მსმენელებს იმისთვის რომ დაარეკეთ თქვენი აზრი გამოხატეთ. სამწუხაროდ ეს რადიო მსმენელების ზარები უფრო გადაცემის ბოლოსკენ წამოვიდა, ამიტომაც დიდი პერიოდი ვერ მოგეცით სასაუბროთ. მადლობას მოგახსენებთ და ტრადიციულად ვიდრე ერთმანეთს დაამშვიდობებით, შეგახსენებთ რომ რადიო იმედი და სოციალური ვებ პლატფორმა WeHelp.gi ახორციელებენ ერთობლის საქველმოქმედო კამპანიას და ვცდილობთ დავეხმაროთ მათ, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათ. ამ კვირაში ჩვენ 59 წლის ნინო კაპეტივაძეს ვეხმარებით, მას საკვერცხის ანდენოკარცინომა აქვს და მკურნალობა და ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარება სჭირდება, რომელიც 55,000 ლარი ღირს. დამატებით ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს WeHelp.gi და დაეხმაროთ დღევანდელ ბენეფიციარს. ვებგვერდზე თქვენ შეგიძლიათ ონლაინ დახმარება გაუწიოთ მას. ასევე შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის შემდეგ ნომერზე, სადაც არის ღირებულება 1 ლარია 091701 082 და ასე დავეხმაროთ 59 წლის ნინო კაპეტივაძეს, მას მკურნალობის კურსისთვის 55,000 ლარი სჭირდება. უღრმესი მადლობა რადიო იმედის ეთერში რომ ჩვენ ვუსმენდით ერთმანეთს და გადაცემას უსმენთ ერთმანეთს, თქვენ კვლავ მოისმენთ უკვე პარასკევს 17 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ. ნახვამდის. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ზაზა ჭიტანავასთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს.